ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება კადრები, სადაც რუსთაველზე მდგომი უსამშობლოები ერთმანეთს საღდგომოდ შეღებილ წითლად შეღებილ კვერცხებს უჭახუნებენ და ქრისტე აღსდგან ჭეშმარიტად მაგივრად ერთმანეთს ეუბნებიან, სად შევდივართ ევროპაში და უჭახუნებენ კვერცხებს. არ ვიცი, აი ამას რა ქვია. მართლა არ ვიცი, მაგრამ ჩემ ემოციებს, აი რა ემოციებს იწვევს ჩემში და რას მაფიქრებინებს, აი შევეცდები მოკლედ ავხსნა ეს ამბავი. ეს ხალხი, აი ვინც ამას კადრულობენ რუსთაველზე, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კარგად გვახსოვს მამაშალვას რომ მიუვარდნენ ვაკეში, მონასტერში. ეს ის ადამიანები არიან, მათ ცხოვრის გამოსახულებით კუბო რო დაწვეს რუსთაველზე და რა ვიცი. დღეს აი ამას კადრულობენ და კიდე 1000 სიბინძურეს კადრულობენ. ამ ადამიანებს მათმა მამამ მარჩენალმა მიშა სააკაშვილმა დააჯერა, რომ ესენი არიან თურმე საქართველოს მომავალი და ჩვენი საზოგადოების ყველაზე საუკეთესო ნაწილი. ამას ეუბნება მიშა და დააჯერა აი ამ ბანძებს ეს. მაგრამ ვიტყოდი, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აი ესეთი ბანძები ჩვენ საზოგადოებაში რამეს წარმოადგენდნენ და რამე ამინძ ქმნიდნენ და აი ამ ფარჩაკებს ვეტყოდი, რომ მიშა დედამოწყნულს არ მოუშალოს ღმერთმა თქვენი იმედი და თქვენ კიდე მიშას იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა, იმ ღმერთმა, რომელი ღმერთიც თქვენ არ გწამთ. ამ ადამიანებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რა არის ევროპა, რას ნიშნავს ევროპა და რისთვის უნდა გვინდოდეს ევროკავშირის წევრობა. აზრი არ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ ამაში, რომ აი ვაფშე გონზე გარტყმაში არ არიან. პროსტა ამათთვის ევროპა არის, გეტყვით რა. აი ეს უვიზო მიმოსვლა რო გახადეს, ჩაეთრევიან იქა, ორჯერ ჩაენძრივნენ იქ ევროპაში, სადღაც ეიფელთან სურათი გადაიღეს, იშიმშილეს, იბომჟავეს იქა ამ ბანძებმა, მე ჩამოეთრივნენ, Facebook-ზე ატვირთეს და გონიათ, რომ ეს ამათ სტატუსს ამაღლებს საზოგადოებაში და რაღაცა ტიპობა გონიათ ამ დედა მოტყნულებს ამათ და აი ამისთვის არის, რომ იგიჟებენ თავს, მაგრამ მეორეს მხრივ აი ესეთი ბანძები, როგორიც იყავს მიშას შეგროვებული, ხო? აი სულ ეგ არის ჩვენ საზოგადოებაში რაც არის და მადლობა ღმერთს, რომ აი ეგეთი ბანძები ჩვენ საზოგადოებაში მაგაზე მეტი არ არიან, რაც იქ ყრიან. ესენი არიან თავიდან ბოლომდე, როგორ თქვა რა, აი ბანძი ადამიანები და გოიმის ფსიქოლოგია თუ ვინმეს აინტერესებს რა, აი რას ნიშნავს გოიმი, აი უყურეთ ამ დედამოწყნულებს და ეგ არის გოიმობა და ეგ არის სიბანძე, მეტი მაგას არაფერი არ ქვია. ეს ბანძები დგანან ეხლა და აგინებენ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს. კი არ უნდა აგინებდეთ თქვენ დედამოწყნულებო ქართულ ოცნებას და ივანიშვილს ტრაკზე უნდა კოცნიდეთ ყოველ დღე, დღეში 3 ჯერ უნდა ადიოდეთ იქა, იჩოქებდეთ და ტრაკს უნდა ულოკავდეთ. თქვენ დედამოწყნულებო კი არ უნდა აგინებდეთ ივანიშვილს. ივანიშვილი რო არ იყოს და ქართული ოცნება რო არ ყოფილიყო, ამდენს ვინ გაბლატავებდათ თქვენ ფარჩაკებო თქვენ, ხო? მილიონჯერ აგხვეტავდით მაგ რუსთაველიდან და დედას მოგიტყნავდით და თქვენი დასასრული დადგებოდა იმ დღეს, აი ვაკეში რომ მიუვარდით მამაშალვას და შეურაცხყოფებს რო აყენებდით, აი ეგ დღე იქნებოდა თქვენი დასასრული, რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც ფარად გეფარებათ და ყველაფერს გპატიობთ და სრულიად უმრავლესობას გვაჩერებს პირდაპირი გაგებით და გვაკავებს, რომ დედა არ მოგიტყნათ, რასაც იმსახურებთ თქვენი საქციელით. ეს ბანძები ესენი დგანან და ესე იგი, არ ვიცი, შეურაცხყოფას ხო გვაყენებენ ყველას უმრავლესობას ამ ქვეყანაში მაცხოვრებლების, ვინც ამათნაირი ბანძები არ ვართ, ხო ყველას შეურაცხყოფას გვაყენებენ. ხო ყველაფერს ხო შეურაცხყოფენ. ესენი შეურაცხყოფენ ეკლესიას, შეურაცხყოფენ ჩვენ სარწმუნოებას,
არ ვიცი შეურაცხყოფენ ჩვენ სამშობლოს, ქართველობას, ყველაფერს შეურაცხყოფას აყენებენ ეს დედამოტყნულები, შეურაცხყოფას გვაყენებენ თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც ამათნაირი ბანძები არ ვართ. ხო და ამ შეურაცხყოფებს ვინ გაგიტარებდათ, ან ვინ მოგითმენდათ, რომ არა ქართული ოცნება, რომელიც გაბლატავებთ ამდენს და რომელიც ამდენს გაბედინებთ და კიდევ გავიმეორებ, ფარად არის გადაფარებული თქვენზე, თქვენ დედამოტყნულებო, რომ მართლა არ მოვიდეთ ერთ დღეს მანდ და დედა არ მოგიტყნათ დიდიან პატარიანად. თქვენ ვერ გვაჯობებთ, ჩვენ ვერაფერში ვერ გვაჯობებთ, თქვენ ვერც სიყვარულში გვაჯობებთ, თქვენ ვერც მტრობაში გვაჯობებთ, ვერც მოყრობაში, ვერც კარგის გაკეთებაში, ვერც ცუდის გაკეთებაში და ვერაფერში ვერ გვაჯობებთ. თქვენ ბანძებო, თქვენ გვაჯობებთ რაში? თქვენ გვაჯობებთ სიბანძეში და უკადრებლის კადრებაში გვაჯობებთ. თქვენ გვაჯობებთ იმაში, რომ მე 1000 წელი თუ არ მაქვს საშუალება არ წავალ იქ საბომჟაოდ, სათრევად 500 კაციან ჰოსტელში, რომ არასდროს არ დავიცინებ აკოთებულში. აი მაგაში გვაჯობებთ. თქვენ დედამოტყნულებო და მაგიტო გიხარიათ ევროპა, რომ ჩაენძრიოთ იქა, იშიმშილოთ, იბომჟაოთ და აკოთებულები ჩამოხვიდეთ ამერიკ, რომ ოღონდ სურათი ატვირთოთ იმ Facebook-ზე, რომ გგონიათ, რომ ეს რაღაცა კაი ტიპებად ხდით და რაღაც სტატუსს გიმატებთ საზოგადოებაში. თქვენ დედამოტყნულებო, თქვენ. აი ეგ არის თქვენთვის ევროპაც და ყველაფერი. მაგისთვის იკლავთ თავს, რომ აი საბომჟაოდ გქონდეთ წინ და უკან თრევის საშუალება, თორე რა ვიცი მე. არასდროს ცხოვრებაში არაფერი სურათი მე არ ამიტვირთია თუ სადმე ყოფილვარ, რომ ანდრიკ დამედოს და რაღაც ყლეობები, აი თქვენ დედამოტყნულებო, თქვენაირი ბანძები ამ საზოგადოებაში, მადლობა ღმერთს, რომ ვართ ის აი რაც მანდ ხართ შეკრეფილი, აი ეგ ვართ მეტი ქართველებში, სიბანძე ნაკლებია, მადლობა ღმერთს ამისთვის. სხვა არ ვიცი რა ვთქვა, აი რანაირად უნდა აუხსნა ამათი ხაჯობა და ამათი აი ეს რაღაცა ბანძის აქციელები. ყოველ დღე თავს იბანძებენ და დგანან იქა და რავი, ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ ეს დედამოტყნულები ესენი და კიდევ ერთი, აი ილიას უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა დაიხუროს და იქ პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც არიან პირდაპირ აგენტები და რომლებიც მუშაობენ უცხოს ქვეყნის სპეცსამსახურებზე იმისათვის, რომ აი იმ სასწავლებელში მოხვედრილ ახალგაზრდებს გამოურეცხონ ტვინები და გამოათაყვანონ და გააბანძონ ისე როგორც აბანძებენ, აი ამის გამო უნდა აიკრძალოს ეს უნივერსიტეტი, ლიცენზიაც უნდა შეუჩერდეს და აი პროფესორ-მასწავლებლები უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და უნდა დაიკითხონ, გამოიკითხონ და უნდა აღიარონ, ვის დავალებებს ასრულებენ და რატომ ღუპავენ იქ მოხვედრილ ახალგაზრდებს, აი ეს დედამოტყნულები ესენი. არ ვიცი სხვა რა, რომ გული მიწუხდება, რომ ვფიქრობ, რომ ქართველები ქვიათ ამ დედამოტყნულებს ამათაც და რა ვიცი, ჩვენც ქართველები ქვია, რომლებიც რა ვიცი, უფლისთვის და ჩვენი სარწმუნოებისთვის თავს მწირავდით, ხო, ისტორიულად და აი ეს დედამოტყნულები დგანან და ესე მარტივად თბილისის გულში შეურაცხყოფას გვიყენებენ ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ სარწმუნოებას, ხო? და გვაფურთხებენ სულში აი ეს ნაბოზრები ესენი. არ ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ ძალიან მალე აი ამ ფარჩაკების ბლატაობა დამთავრდება ამ ქვეყანაში და აი ამ ბანძების ადგილი ჩვენ საზოგადოებაში აღარ დარჩება და რავი, ჩილიაბინსკიო რო გაყვირიან, აი თქვენნაირი ბანძებისთვის ევროპა კი არა, ჩილიაბინსკი ზედმეტია მართლა და თქვენ უნდა ცხოვრობდეთ სადღაც აიგაში, ყეში, რომ აი იბანძაოთ და რაც გინდათ ისქნათ, თქვენ დედამოტყნულებო, თქვენ ხართ განა ამ ქვეყნის მომავალი, როგორც მიშა გაჯერებთ, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ თქვენაირი ბანძები ამ ქვეყანაში რამე ამინც ქმნიდნენ და რამეს წარმოადგენდნენ, არათუ მომავალს. თქვენ ხართ უბრალოდ აი გამოლენჩებული, გაუნათლებელი, გამოთაყვანებული, სულ გაყიდული თავიდან ბოლომდე ბანძი ადამიანები. მეტი არაფერი თქვენ არ ხართ და აი ამ სიბანძეში ამოგხდებათ სული.
თუ დროზე გონს არ მოეგებით, არ ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა რა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აი ამ ბანძების იმედი აქვს მიშა დედამოწყნოს და აი ამ ბანძების იმედზე ამ ყოფილს ღმერთმა არ მოუშალოს, აი ამ ფარჩაკების იმედი მიხეილ სააკაშვილს და ამ ფარჩაკებს კიდე დედამოწყნული მიშას იმედი. სხვა არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მართლა ყელში ამოვიდა ამათი აი ეს რაღაცა ბანძობა და კიდევ ერთს გავიმეორებ. ეხლა აქ გამომიხტებიან და ვიღაცები იქ შეურაცხყოფებს მომაყენებენ კომენტარებში და აი მაგათ უნდა უთხრა, ჩემი ნახვა ამ ქალაქში, თუ მართლა აი ბოლოდონის ფარჩაკი და ყლე არა ხარ, ძალიან ადვილად ვნახავ და მიპოვი ამ ქალაქში. ხო და ვინც აი შეურაცხყოფის მოყენებას დაიწყებთ, მოდით და პირადად პირისპირ დამიდექით და ისე მომაყენეთ შეურაცხყოფა, თუ თვლით რომ შეურაცხყოფას ვიმსახურებ. თუ არა და აი ვინც მანდ დაწეთ მაგებს, თქვენი დედა შევეცი. ყველასი თქვენ ხართ ერთი ფარჩაკი შიშარა დედა მოტყნულები და აი მანდ რო რაღაცები შეურაცხყოფები მაყენოთ, მაგის მეტი არ შეგიძლიათ. თუ შეგიძლიათ და თუ ვაჟკაცები ხართ, მოდით, ვნახეთ, დამიდექით და ისე მომაყენეთ შეურაცხყოფა. თუ არა და აი ვინც მანდ აი ხა რაღაცეებს დაწერთ, თქვენი მშიშარა დედა შევეცი მე. სხვა არ ვიცი რა უნდა ვთქვა.